მშვიდობა ქართველებო, დღეს გახლავთ 17 მაისი 2025 წლის და ეხლა არის სადღაც საღამოს 4 საათი. დღეს ამას წერ სპეციალურად, თუმცა მე დაბლოკილი ვარ 28 აპრილის შემდეგ. 28 აპრილამდეც ერთი კვირით ვიყავი დაბლოკილი, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთვიანი მომწეს ბატონო საბატიმრო და 28 მაისამდე მე ეთერში ვერ გავა. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებ Facebook-ზე. ამას ახლა ჩავიწერ და შემდეგ 28 მაისის შემდეგ თუ იქნა ამის საშუალებაც, თუ კიდევ არ დამბლოკეს, ამ ვიდეოსაც ნახავთ და მის გაგრძელებებსაც. მეგობრებო, დღევანდელი დღე არის სიწმინდის დღე და ეს კარგად ვიცით ვინ გამოაცხადა. და რატომაც იყო გამოცხადებული, ესეც კარგად ვიცით. თუ არ ვწდები, ხო? გავიმეორებ, რომ ეს დღესასწაული გამოგონილი იყო, ასე ვთქვათ, იმის გასაბათილებლად, ამ საპირწონედ, რომ LGBT აპირებდა იმ დროს, აღზევებული იყო, რა თქმა უნდა, უცხოური ლობებისაგან, აქაური ჭინკების დახმარებით და ერი მიყავდათ გარსნებისაკენ და გადაგვარებისაკენ. თუმცა მართალი გითხრათ, მათ ეს მოახერხეს. კი ბატონო, მთელი 100%-ით. ვერ მიაღწიეს დე იურედ, ასე ვთქვათ, აღლუმის ჩატარება და რაღაცა, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში მათ ეს გააკეთეს და მიაღწიეს და ამის ფაქტი დამადასტურებელი დღეს არის თბილისში, ჩემო კარგებო. შეხედეთ რა ხდება და რა მასა თუ როგორ იქცევა, რა სითხოვენ და ასე შემდეგ. ეს არის გადაგვარების პიკი. მოკლედ, ეხლა მე ისი თქვა მინდა და რატო ვიწერ ამას კონკრეტულად დღეს. ჩემო კარგებო, ჩვენ დიდი ხანია მე ვამბობ, რომ 2000 წელიწადია, რომ ჩვენ ვაბითურებენ თქო და ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს დადებული, ეს თქვენ კარგად იცით, ვინც ჩემი მსმენელი არის და ვინც კვალში მომყვება. და ისიც მithქვამს ბევრჯერ, თან ფაქტებით, ჩემო კარგებო, ფაქტებით და რაღაც ზერელი საუბარი, ესეთი გამორიცხულია ჩემგან. ბევრჯერ განახეთ, ბევრი რამ განახეთ, მაგრამ რა თქმა უნდა არის მასა საქართველოში, რომელსაც პულსი შეშვება და თვალის დანახვაც არ უნდა. რომელსაც ერთი სიტყვით ეწოდება ზომბი. საუბედუროდ ეს ასეა. ამის დამადასტურებელი ფაქტი კიდე ის არის, ჩემო კარგებო, რომ ჩვენ ამ 33 წლის განმავლობაში ნახევარ ნაბიჯითაც წინ ვერ წავიწიეთ. ნახევარ ნაბიჯით. მე გეუბნები სულიერად გონებრივად. მე არ ვამბობ ახლა მატერიალურ, ასე ვთქვათ, რაღაც აღმატებულობაზე. ვინაიდან, ახლა 33 წლის უკან იმდენი ადამიანი არ დადიოდა ქუჩაში, როგორც დღეს მანქანები დადიან. გამიგეთ? არც ისე არ გვიჭერს ახლა ძალიან რო ვამბობ და ასე ვთქვათ, ოპოზიცია ხშირად რო აპიარებს ამ თემას, რომ ამდენი გაჭირვებული და ერთი ამბავი, იმდენი გაჭირვებული მართლა არ არის, თუ ამდენი გაჭირვებული იყოს, ამდენი მანქანა არ იქნებოდა. იმიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის ოჯახები, რომელსაც 2-3 მანქანა ყავს და 4-იც კი. ერთ ოჯახს. ამიტომ მატერიალურად კი თითქოს მივდივარ ნელ-ნელა წინ, მაგრამ სამაგიეროდ აი სულიერება და გონებრივი განვითარების დონე ნული კი არ არის, ნულს ქვემოთ არის დასული. კიდევ ვიმეორებ ამას იმიტომ ვიწერ, რომ მე თქვენ განახორთ ის ფაქტი, თუ რატომ ვერ დგამთ უკვე ნახევარ ნაბიჯი კი არა, ერთ მტკავალსაც ვერ მივდივარ წინ სულიერების დარგში. ჩვენ გონია, რომ თუ ეკლესიაში ხალხმა იმატა,
თუმცა ეს მატებულობა აღარ არის უკვე, იმიტომ რომ იკლო უკვე გვარიანად, იმიტომ რომ 2014-15 წლების შემდეგ გასკდა ამათი ფურუნკული და ნელა გამოვიდა ყველაფერი თუ რა ხდებოდა შიდა-სამზარეულოში, თუ რა კონტინგენტი აქვს ჩვენს პატრიარქს შემოკრებილი საპატრიარქოში და საპატრიარქოს გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერი არის დაცემული და მიწაზე გართხმული. ეს არის ბრალი კიდევ იმისა, რომ ჩვენ შეგვაჩვიეს აპათიას. ჩვენ შეგვაჩვიეს გულგრილობას. ადამიანები ერთმანეთს დაგვაშორეს. ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს. რატომ? იმიტომ რომ დაიკარგა რწმენა. რწმენა, სწორედაც რომ 92 წლის შემდეგ გაქრა საქართველოში. ისე როგორც ერთხელ 90-იან წლებში ერთმა ჩინოსანმა იხუმრა, რომ ამერიკელები მყავდა სახლში, თანამდებობის პირები და შუქი ჩაგვიქრაო და თქვიო, რომ ვაი, შუქი წავიდაო. და ისინი რომ გადაუთარგმნენ, რა წავიდა, სად წავიდაო? ამერიკელი ხო ვერ გაიგებს, სად წავიდა, ხო? შუქი, ხო? რას ნიშნავს, სად წავიდა? ასე რომ ასე წავიდა ჩვენგან რწმენა. ასე წავიდა ჩვენგან სიყვარული. ურთიერთდანობა, გატანა, სამშობლოს სიყვარული და ყველაფერი. ჩაქრა როგორც შუქი ქრებოდა ხოლმე 90-იანებში და უკან აღარ არის მობრუნებული. და ჩვენ გონია რომ თითქოს მივდივართ წინ. პირიქით. ვაი რომ ქვეწარმავლის დონეზე დავიცით. ჩემო კარგებო, ის მასა რომელიც მოდით განახოთ ახლა მე თქვენეს 11 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებული 17 მაისი წელსაც განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. ამ დღის აღსანიშნავად მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ტაძრებში ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიღო. ხედავთ, რა ზღვა ხალხია. ეს არის ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ხალხის გამოყვანისა. დიახ, აქვს ამ ძალა. იმიტომ რომ დიდი ხანია მე ამას ვამბობ, ეს არის იგივე ვატიკანის ფილიალი. ამ ვატიკანის ფილიალს, ისევ როგორც ვატიკანს, რა თქმა უნდა, ყავს თავისი უშიშროება, თავისი დაზვერვა, თავისი მკვლელები, თავისი ინჭორბიუროები, თუ ვინც არ აწყობთ, მოუგონებენ 1000 წყვილს, ისე როგორც უშიშროების პირველი იარაღი არის ჭორები და როგორც კი ებრძოდნენ ზვიადის და მერაბის. და შემდეგ სხვა დანარჩენს კიდევ. სხვადასხვა ასე მებრძვიან მეც. მთელი საქართველოს მასშტაბით ჭორებია ჩემზე გავრცელებული 1000-ნაირი, რომ მე პირველ რიგში ვარ სექტის წარმომადგენელი თუ ან თავად სექტანტი, უფროსი და ასე შემდგომ, რომ ჩემი მრევლი ყავს და მოკლედ არიან ოჯახის წევრები, რომელსაც თუ არის 3 და 4 ოჯახში და თუ ვინმე დაინახა რომ დავით ორდიას უსმენს, მასზე ხდება თავდასხმა. თუ როგორ უსმენ, შენ როგორ უსმენ ამ ადამიანს. ეს მე 2 წლის უკან მომივიდა ინფორმაცია კეთილმსყოფელი ადამიანისაგან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, თბილისიდან, გორიდანაც კიდე, რომ ბატონო დავით პირდაპირ ამბიონზე გადმომდგარი მღვდელი თქვენს აუგს ამბობს. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა და როგორც ვხედავთ, სიმართლის მტერი თურმე იმდენად მთავრობა და მთავრობები არ ყოფილა, როგორც ეს საპატრიარქო. რატომ? იმიტომ რომ პირველი სიმართლე იყო ქრისტესი და შემდეგ სწორედაც რომ იქაურმა საპატრიარქომ ჩაახშო და გაანადგურა და შემდეგ ქრისტეს მიმდევარებიც. და იგივე ტექნოლოგიაზე არიან აწყობილი მისი შთამომავალნი. იმიტომ რომ სხვა გურებად არ შეუძლიათ. უბრალოდ არ შეუძლიათ. რატომ? იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი და ისინი კი გვეუბნებიან 1000 წყვილს, რომელსაც გვაჯერებენ. და სამწუხარო და საუბედო, აი ამდენი ხალხი, მასა არის სწორედაც რომ გაბითურებული. აბა მინდი და გაბედეთ ახლა ამ ხელამასას უთხარით ასე.
დიახ, ჩემო კარგებო. ეს გინდა ჩემიანი იყოს, გინდა მეზობელი, გინდა ნათესავი, გინდა ოჯახის წევრი. ყველა არის გაფითურებული. რატომ? იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს კიდევ რომ სიწმინდის დღე ისევე როგორც სიყვარულის დღე, რომელიც ის ევროპიდან შემოვიდა და ვალენტინობის დღე რო დაგვინიშნეს და პიდარასტების დღე რო არის, იმით აправებენ რომ რაფერ ახარ შენ წინააღმდეგო კაცო სიყვარულის დღის კაცო. ვინ არის სიყვარულის დღის საწინააღმდეგო და განაყოლი დღეს სიყვარულის არ არის? თავად ღმერთია ჩემო კარგო სიყვარული. ეს მე ხო არ დამიწერია. თავად ღმერთია სიყვარული. ხო ასე? და 365 დღეში ერთხელ აღნიშნავს ღმერთის დღეს? ისევე როგორც ისეთ იდიოტობა, რომელსაც დააჭირეს მთელი მსოფლიო და მე საქართველოსაც ზოგიერთს ბრებსაც კიდე ჯერა, რომ თურმე 365 დღეში ერთხელ ჩამოდის ცეცხლი რაღაცა თითქოს ზემოდან, რომელიც არ არსებული რაღაცა სიაფანდობა და მაინც აჯერებენ. არიან ასეთი ბრიყვები, ხო? საუბედუროდ, ბევრნი არიან, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სარეველა ბევრია ყოველთვის. სარეველა რაც სპობს. ნოყიერ ნიადაგსაც და სარგებელ მცენარესაც. ბევრნი არიან, იმიტომ რომ ამდენი წელიწადი twins უბრუნავენ ერთ და იგივე სისულელეები და ერთ და იგივე იდიოტობებით. ეხლა ჩემო კარგებო, მე დღეს მინდა განახოთ, რომელსაც დღეს კი ვიწერ 17-ში, მაგრამ 28 შემდეგ ნახავთ. არ ვიცი. ისიც თუ გამიშვეს ეთერში. მოკლედ, მე ხა ვაგროვე, კარგა ხანია, გამიგეთ, ეს კარგა ხანია ვაგროვე, ეს Facebook-ზე რაც ხდება, მოკლედ, გასკდა უკვე ვეღარ დავიტიე ჩემს, ასე ვთქვათ, გონებაში და სულში და ვალდებული ვარ მე რომ განახოთ ყველაფერი ფაქტობრივად 1000%-იანი, ხო იცით როგორც მოვას. ხოლმე ნახვა. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი კიდევ თუ არა რომ ჩემი მეგობრები თავად ხედავ რომ აზიარებენ ერთ და იგივე რაღაცას. აზიარებენ. თანაც მე კიდე მიგდები კაცო, საერთოდ გასულები ხართ მე მგონია მომსახურების ზონიდან. არიან მეგობრები, ერთი წელიწადიც კი არიან ჩემთან სამეგობროში, მაგრამ ხდება ისეთ სასაუბრო რომ ხედავ აზიარებენ კაცო. ჯერ ერთი და ილია მადიდებლებს რა უნდა ჩემთან, ხო? ამ სატანე მადიდებლებს, კერთ თაყვანისმცემლებს, ხო? მაგრამ მეორე იდიოტობა იცით რა არის კიდე? მას რამდენიმე წამში განახერხე. ეს არის როგორ ვიცი, რა დონემდე დაცემული ვართ. რა დონემდე? გვანახებენ ასე და გვეუბნებიან, მიდი და გააზიარე, მე რაღაცას იშოვიან, რა ვიცი, მე შეგეწევა რაღაცა, მაგრამ ვაზიარებ ავტომატურად, არც კი ვხედავ, არც კი ვიყურებით. რას ვაზიარებ? დავინახეთ რომ პატრიარქმა დაგლოცა პატრიარქის უკვე რაღაცა მიდი და გადააზიარე და არის რაღაცა ცხონდები და ასე შემდეგ. ეხლა მე განახებ რა დონემდე ვარ დაცემული, რა დონემდე ვარ დაზომბირებულები და როგორ შეგვიძლია ეს ერთი იმის დაწყაპუნებაზე გინდა იქით გავყაროს ეს ბასა, გინდა აქეთ გავყარო. ანუ თითის ირგვლივ გვატრიალებენ როგორც უნდათ ეს. ეს სასაცილო კიდე არა, ეს არის სატირალი ხა. და მოდით ახლა ყველამ ერთად ნახოთ ეს. პირველი რაც არის ეს, მოდი აქედან დავიწყოთ ჩვენ. ეს არის ასეთი, რომელიც ძალიან ხშირად ხდება. ყველას ეს ვარიანტი არ არსებობს, ვინმეს არ მოხდეს ეს თვალში. ამას ესე იგი აპიარებს გვერდი 1000 წიგნი და პატრიარქმა თქვა. მოდი ჯერ წავიკითხოთ. ჩვენი პატრიარქის სიბრძნე და სითბო ერთ წიგნში, რომელი სიბრძნე ერთი, რომელ სიბრძნეზე გადავრჩით ქვეყანა, ტერიტორიები გადავრჩით ამის სიბრძნით. შევიძინეთ თუ დავკარგეთ რამე. მეორე, ამ კაცის სიბრძნით ერი გაერთლიანდა? ხალხმა ერთმანეთი ჩაიხუტეს? ტერიტორიები დავიბრუნეთ? ღმერთთან ახლოს მივედით საერთოდ? ვარ ვიცი რომელ სიბრძნეზე ამბობთ. აჩუქეთ ერთი ეგზემპლარი თქვენ თავს და მეორე საყვარელ ადამიანს. პატრიარქმა თქვა, ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს. ბიჭო, რა წიგნია ესეთი გადამრიეს? კარგი. ეხლა ყველაზე, ამონარიდი არის, ყველაზე ეფექტური უნდა იყოს, რაც თვალშესაცემია, იმ წიგნში რაც არის ყველაზე მომანჯადოებელი, ის უნდა იყოს გარეკანზე გამოტანილი, ხა რაც არის აქ და მოდი წავიკითხოთ. პატრიარქმა თქვაო, უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვმართებს გატაცება მხოლოდ დასავლეთის
ან აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, ან სამხრეთ კულტურით, არამედ ერთგული უნდა დავრჩით ჩვენი ქვეყნის ჩვენი ტრადიციისა. ბიჭო, ამაზე რა სიმძლეადი გამაგებინეთ ამას ყოველი მეოთხე ქართველი გეტყვის, რომ ეს 100-ია საჭირო. რა არის აქ ბრძნული გამონათქვამია, რაღაც ფრთიანი ფრაზები რო იტყვიან ისე. ერთი რამე, იცით რა არის ხალხო? აი ჯიქო რომ მოადგები და რომ დაიწყენ რანძღვა გინებას, ხო? ვინმეს გააქვს ესეთი ალიბი გააქვს დასამართლებელი თუნდაც ამ ადამიანის, ან თუნდაც იმ საპატრიარქოსი, ან რა ვიცი, რაღაცადაც გეტყვიან, რომ ეს არასწორია. ერთი საბუთი კაცო გინების და ლანძღვის გარეშე, გინება და ლანძღვაზე გადმოდის პირდაპირ ის, რომელსაც არ აქვს ეს დიაპაზონი, აღარ აქვს. ჩაკეტილია, დაზომბირებულია და როგორც პოლიქრონიაში რაო, რა თქვაო კაცო? რა არისო და ჩვენ მამა მარჩენაზე თქვაო, ცუდიო. და ეგარ ჩაკლავენ კაც. ცოცხლოს მარადუშამს. პოლიქრონია! 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 ახლა დავიღუპეთ ხესვიანა და ცოლშვილიანა. გავწყვეტ წელში სერაპიონა მისი წილი მიწისრევი. ვინ მიცემს მაგის ნება? იცი სასწრები და უნდა მოგეხმაროს სუთაჭილოს. აბარავ, კი აბა, მე წუღების კერვაც მეხერხება. რა ვქნა, წუღებით უსაწყლოდ შედიდოდა. ხალხო! რა შვებით ხალხო, რა? რას გევხართ თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ ქვეუბედურებო, რა ჯიშის ხართ? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა? არ ფიქრო? ვერ ხედავთ ამას? რაო მათკაცმა? რაო და მარჩნალზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო. მოსასპობი და მამაძაღლიო? გაგოუბედუროს უნდა ხომ? დასხეთ მაგათ ვიკებო, დასხეთ. აი ეს ხარ თქვენ. და ის სიფათები კიდე რომელიც ლორდ-ფანიძემ ჩამოაწყრივა იქ, ხო? ეს გასაგებია. ის მათი სახეები და სიფათები, მოდი ასე ვთქვათ, ასახავდა მათ გონებრივ დონეს. და აშკარად გვანახა, თუ რანაირი ტიპები იყვნენ. აი ეს ხარ, აი ეს მასა, რომელიც აი ესე ჯიქურ მოდიხარ და იგინები და ილანძღებით. შემდეგ ქვემოთ წერია ასეთ რა 2 ცალი 30 ლარი. ვაიმე და როგორ დაკნინდა კაცო? მანამდე 150 ლარი იყო, 250 ლარი, 300 ლარი კიდე იყო. ერთი 15 წლის უკან. მე რომ მირეკავდნენ კიდე ტელეფონზე ყოველთვის და რა ისა საპატრიარქოდან როგორ სტამბიდანო და რა არის მე და ასე წელი ვარ გასაყიდა და ესა ნუ მე ვთქვი რაღაცა ვიშორებდი ახლა. ნუ ამეტანი რომ გადაფიჩინდნენ, შემდეგ ჩავეკითხე, მე ვთქვი, კი, მაგრამ რაღაც მაინტერესებს, რატომ მირეკავთ მე ვთქვი ამ ნომერზე ყოველთვის და იცით რომ არისო თქვენი ნომერიო რეიტინგის ნომრებში არისო მოხვედრილიო რაღაც კაი ნომერი რომ ახალზე პირად არ მიდეხარ თქვა ყველაფერი ხო? ხა მაგაზე მე ფული არ გადამიხდია. მერდია მოწამე, მაგრამ აი კაი ნომერი რომ აქვს, ესე იგი ბიზნესმენივე გონეთ ვიღაცას და ბიზნესმენს რა უნდა ხა შეტენიან რა მაგ ამის წინს და ეხლა მაგ მილიონი წელიწადი არ წაიგო, არც თვითონ და არც თავისი სტამბოლობა, მაგრამ ხო აგენ აყიდი და პატრიარქის წიგნია და დაადებს და ეგდება. იქ მე 3 კილომეტრს დაიდებს თორმა განმავლობაში. და ასეთებზე მუშაობენ ესენი. მოკლედ აქ არაფერს არის სიბრძნე არ არის და ეს ბევრი სხვადასხვანაირი აქვს ტექსტები, ყველა ერთდაიგივე ნაგავია. ეს არ იყო მთავარი. მთავარი არის ის, რასაც ახლა განახებ. ის ჟურნალი იყო, ახლა განახებ კინოს, საუბედურო კინოს. მოდით ახლა ვნახოთ ჩემი ამონარიდიდან ფოტო პირველი. სათაურზე აწერია ასეთი, გააზიარე პოსტი და 1 საათში მოხდება სასწაული. ნუ როგორც ყოველთვის ხდება, ხო, ბევრ რაღაცებზე აკეთებენ ზოგს, აი დოლარებს დაახატავენ პაჩკებით და ისა გააზიარე და ამ საღამოს იშოვი ან 1 კვირაში და ან 1 თვეში და რაღაცა. აი ესეც სისულელები და. ნუ კარგი, ახლა ამათაც და დაამუღამეს ეს პროცესი და ახლა მთავარია რა წერია ქვემოთ. ეს ღვთისმიერი ქალბატონი სალომეა მას შვილი არ უჩდებოდა, რის მერეც პატრიარქმა კულინგუსის წმინდა რიტუალი გაუკეთა და იმ დღესვე დაორსულდა. დიდება უფალს გააზიარა და დაწერე ამინ. ეხა ეს მაბადე და აი დღეს აი
რომ ასა იყო შეკრებილი და ოჯახის სიწმინდე 99-მა და კიდევ 99%-მა არ იცის თუ რას ნიშნავს კულინგუსი. აქ სიტყვა არასწორად წერია, მაგრამ მეორე სურათში უკეთესად არის შეცდომა უბრალოდ. კულინგუსის წმინდა რიტუალი გაუკეთაო ამ ქალბატონს. ეხლა მე მეორე სურათს განახეთ მე თქვენ. და სადაც აქ წითლად თანაც ეს მინიშნებას გეუნებიან წითლად აქ ეს. გამიგე კი გეუნებია, მაგრამ თუ ვერ ხვდები იდიოტი ხარ, გოიმი ხარო. კუბში აყვანილი. კუნილი გუსმა დალოცოსო სულიად საქართველოს. ესე იგი რა წერია? პატრიარქმა ხელი მოაწერა მამა გაბრიელის უხსნელის სისხლით და თქვა კუნილინგუსმა დალოცოს სულიად საქართველოს, ვინც დაწეს ამინ და გააზიარებს პოსტს მოულოდნელ სიხარული ეწევაო. ვინც პოსტს დაიგნორებს, დაწყევრილი იყოს 7 საუკუნე ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიცვასო ამინ. ჯერ ერთი და ჩემო კარგებო. მამა გაბრიელის უხსნელის სისხლი დაწერა საიდან მოვიდა? ეს რა მელანში აქვს და საქვია და საწერად ხმარობენ? აი გესმით ახლა მე გიხსნით იმას, რასაც ჩვეულებრივ მოაზროვნე ადამიანი უნდა ხედავდეს. მაგრამ უბედურობაც ის არის, რომ ვერ ხედავს უმრავლესობა ამას და ამიტომაც ვარ მე და კიდე სხვა ვიღაცები რომ გაგიხსნათ ეს გონების თვალი, ხალხო. თუ რა იდიოტიზმში რა გახსნილებაში გვამყოფებენ ესენი. ეს არ არის საპატრიარქოს გვერდი. არა, ვინმე მარიფიქროს ხა მე ამას ვაპიარებ. არა, განახეთ მე ვისი გვერდის არის ეს. მაგრამ ნახეთ ახლა როგორ არის. ვიღაცამ წაიკითხა და დაიჯერა. იმიტომ რომ ვეღარ მუშაობს. twini ვეღარ უბრალოდ რასაც ღებულობს, იმას გამოთქვამს თავისი პირიდან. ანუ გაზიარებს ხელებით ასე გადააზიარებს, გადმოაზიარებს. დაუფიქრებლად. ეს არის ზომბის პოზიცია, ხალხო. მე გეუბნები ჩემ მეგობრების კიდე რომლის ამას აზიარებდნენ. ნუ რამდენი იყო რა, რამდენი წავშალე, რამდენი კიდე დამჭა. ვინ მოგცათ კაცო გაბრიელის სისხლი, ასე ვთქვათ, მელნაც ახმარა. ჯერ ერთი. ეს ხო იდიოტობა. და მე ბოლოს რო იწყებლებენ ის არა 7 საუკუნე იყავია დაწყებული წარმოიდგინეთ და ესე წყებლა არც არ გამიგონია 7 საუკუნეო, მაგრამ კარგი. აქ წერია ზუსტად ეს ყველა კუნი გულუსმა დალოცოსო. ეხლა ვბრუნდებით პირველ სურათს. ნახე რა გაუკეთებია თუ როგორ დააორსულა, ესე იგი, ნუ ხა ბევრს გონია რომ კუნი რაღაცა საოცავია და პატრიარქმა კულინგულუსის წმინდა რიტუალი გაუკეთაო იმ დღესვე დაორსულდაო ეს ქალბატონი. ეხლა მე მოგცემ თქვენ დროს, ჩემო კარგო. თუ ვინმე ტელეფონით ახარ, ჩაკეთეთ ეს ეკრანი, რასაც მიყურებთ, გადადით Google-ში და ქართულადვე ჩაწერეთ. ჩაწერეთ კუნილინგუსი. ჩაწერეთ. მე არ მინდა ეხლა ეს აქედან რომ გავაჟღერო. ჩაწერეთ. ჩემს ვიდეო დააპაუზეთ და ჩაკეთეთ როგორც გითხარით. გაახსენეთ ახალი გვერდი Google-ში და ქართულად ჩაწერეთ კუნილინგუსი. და ძალიან მხოლოდ წაიკითხეთ განმარტება. მე ნუ მალაპარაკებ გაკიდან. მოგცემთ ამისათვის რამდენიმე წამს, ნუ 5 წამი გეყობათ, მე დანარჩენი მე თვითონ ნახეთ. აბა დაგელოდებით. თავარია ის 4-5 წარები წაიკითხეთ. კაი, დანარჩენი მე ნახეთ. გესმით ახლა სადა ვართ? და ბოდიში სიტყვაზე და რას გვაჭმენ, რას ვჭამთ? დანარჩენი მე წაიკითხეთ როგორც გითხარით. გადავდივართ მესამე სურათს. ამ ხელა ასოებით აწერია, დაწერე ამინ და გააზიარე. ერთ საათში მოხდება სასწაული. აქეთ ილია სურათია. ნარმა თქვენ ვიდოთ ახლა რა არის? ხო? იძულებული გააქვთი, რომ აი ეს გამომეტანა სააშკარო. იმიტომ რომ ეს რაც Facebook-ზე ესე იგი როგორ გითხარ, ლიწილ-ლიწილით გადადის იქით-აქეთ. ერთმანეთში აზაზიარებენ იდიოტურად. გაუფიქრებლად, აი დაუფიქრებლად 2 წამსაც არ ფიქრებიან, ეგრევე ადგებიან და გადააზიარებენ, გადმოაზიარებენ ერთმანეთში.
და მე კომენტარები კიდე რომ წაიკითხა მოკლედ, ნუ ხალხო, ძალიან სერიოზულად აგვაქვს დარხეული რა, ძალიან სერიოზულად. ეხლა მოდი განახოთ. თუ ვინ აკეთებს ამას? ეს არის დაგვიდით ზემოთ საპატრიარქოს მცველები. გერბიც არის ყველაფერი. ეხლა შეგიძლია შეხვიდეთ ამ გვერდზე და დაათვალიეროთ. აი ეს არის ჭინკების გვერდი. ჭინკების გვერდი ხალხო, რომელიც როგორ აი გვაბითურ, აი кайფობენ, აი ჩვენზე кайფობენ გეუნები. აი როგორც ეს დიდი ალბათობით, ჩემის ასე ვთქვათ აზრით, ეს უფრო ურიული გვერდია, ურიების შეკვეთა არის, რომ აი ეს რაღაცები იჩარჩენ, მხოლოდ ისინი кайფობენ ამას. მხოლოდ მათ დაწერეს კიდევაც ბიბლია, კიდევაც ყურანი, ყველაფერი და აი გვაჩხუბებენ ერთმანეთს ის რაღაცა წამს, იმის რაღაცა წამს და აი მოკლედ როგორ გითხრათ, აი დაგვცინიან ხალხო. დაგვცინიან თუ რას გვაჭმევენ. აშკარად თანაც. განარამეს ბალავენ ხალხო. პირდაპირ ეხლა ამაზე უფრო დიდი აშკარად რა გინდა კაცო. ნამდვილი სასწაულიაო თხოვნაო გააზიარეთ. შენი ჭირი. და ეს ხო ამას ხო საერთოდ 200,000-ზე მეტი ის ნახვა ქონდა და ის გადაზიარება. ნახეთ კაცო. თუ გიყვარს რომ გააზიარეო და რამდენს უყვარს ეს, ყველა დებილი გამოჩნდა. ეხლა 200,000 მე ვერ ჩავყვებოდი, ვინ იყო ეხლა კაცო. აგერ იყო პრინციპში. დღეს ყველას არ ეხება მაგალითად, მაგრამ ბევრი ამის კი არა, უბრალოდ ოჯახის წმინდით გამოვიდა და ასე ვთქვა, კი ბატონო, რაღაც ვიღაცის ხათრი და მაინც იმას ხო ჯობიაო და რაღაცა ასე რაღაცას კი ისა გაიპარავეს თავი, გამიგეთ, მაგრამ აი თუ გიყვარს და ვინც გიყვარს, ყველამ დააზიარა. და ნახეთ. შემოსილია კაცო, სურათ შემოსილია LGBT-ს დროში გულები და ეს რა ფერები. ბიჭო, ხო გინდა რომ აი როგორ ახარ როგორ დაგაბრმავეს ხალხო, ხო ხედავთ არა? ხალხო! რა შვებით ხალხო, რა? რას გევხართ თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ თქვეუბედურებო, რა ჯიშის ხართ? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა? არ ფიქრობ? ვერ ხედავთ ამას? რაო მატკაცმა? რაო და მარჩნალზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო? და ამაზე მინდა მე თქვენ თვალი აგიხილოთ და ეს სატანის მოციქულები და ამის საპატრიარქო ჩემზე იძახიან რომ მე ვარ თურმე ანტიქრისტი და მე ვარ თურმე სექტის არომადგენელი და სექტის რაღაცა მოთავე. ეგენი, გაიძახიან ჩემზე. კი ბატონო, ეს იმას არ გაუკეთებია. იმის გვერდი არ არის, ეს გასაგებია, საჭინკეთის გვერდია. გესმით, რომელიც ჩვენზე кайფობენ და გვაბითურებენ. და თვასი ნაცარს კი არ გვაქმნიან თავზე ისაქმებენ ჩვენზე. პირდაპირ გეუბნები. ამაზე დიდი სიცხული რა გინდა, ერო? და აგერ კიდევ ამათივე გვერდიდან დაწერე ამინდა გააზიარე ნამდვილი სასწაულიაო. დიდება უფალს აქამდე სულ მტირავა ხატები ახსოვს ისტორიას. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია და დაგვიდგოთ მე-11 საუკუნის ეკლესიაში ნანახი ხატი. დიდება უფალსო. დაწერე ამინდა გააზიარეო. პოსტი სასიხარულო წაგივა და საქმეები უფლის წყალობითო. ბიჭო, ახლა ნახეს 11 საუკუნის ეკლესიაში არა ნანახიო კაცო. სად ეკლესიაში ვინ ნახა, რა ნახა? ნუ გასაგებია ეს ხო ყალბია, ეხლა ვხედავთ რომ ყალბია. არა დანახე რა, ჰოლივუდის სიცილია კიბილებია კაცო, ჩამწკრივებული იესო ქრისტეს და მიდის ლიწილიწილი. მიდის და მიდის ლიწილიწილი გაგაზიარება. როგორც ეხლა ეს, იცინი? აი ესე დაგცინიან აი ამ გვერდის შემქმნელები. აი ეს. აი ეს ირონია კიდე არ არის. ეს არის როგორ გითხრათ, აი ბოროტის სიცილი, რომელსაც აი როგორ გვაჭმევენ ყველაფერს. ბოდის არ მოვიხდი, პირდაპირ გეუბნები, გვაჭმევენ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს. რასაც მოისურვებთ, რატო? იმიტომ ამ დონეზე არის დაგოიმებული ეს მრევლი ვითომ. საკუთარ დაზრო ეძახის.
ეხლა მე მინდა განახოთ ის პროცესი, ეს მილიონი ნაწილიდან თითო როლას განახებთ. ეხლა თუ არა ეს რამდენ ფოკუსირებას აკეთებენ და როგორ გვაბიტურებენ, მაგის პროცესი ეხლა ძალიან რთულია ყველაფერი რომ არც არის საჭირო პრინციპში. რამოდენიმე ის განახებთ და მე იქით კიდე მომავალ ვიდეოებში კიდე ნახავთ. აი ეხლა ნახეთ ეს თბილისში ცნობილი ჩემობატონო შალვა კეკელია. გდელი. ხო? რა არის ახლა გუცდავრი? თუ ეს პიროვნება ვინ არის, ამას მომავალ ვიდეოებში კიდევ ზუსტად დაგიყეჭავთ და განახეთ ყველაფერს. ახლა უცნაური რა არის ახლა? ნახეთ ამაზე, ამას წინ ამოქარგული აქვს თუ დახატული აქვს, ამოქარგული იქნება ალბათ ბერი გაბრიელის სურათი. დიახაც რომ ჩემოკარგებო, ზუსტად ამაზეა, რამდენი ხანია რომ გავიძახი, რა ბევრი ვიდეოები დამიდიან, ლექციები და ყველაფერი. ბერი გაბრიელი რომ მოკლეს და 13 წლის შემდეგ რომ გაახსენდა, მანამდე ხო ლანძღავდნენ. ფასიაკი იყო, ესე იგი უჯიშო იყო, მთელი რა ვიცი რა ანათემასაც გადაცეს და შემდეგ 13 წლის შემდეგ გაახსენდა სპეციალურად და თურმე წმინდანი ყოფილა. გამიგედა, აი ეხლა აგერ დახატულად ხალხს აბრიყვებენ, იმიტომ რომ ის მკვდარია, ის ვერ ამბობს. და იმის გამოისობით უნდათ და აბრიყვებენ კიდევაც ხალხს. გესმით? ისევე როგორც ქრისტე ისევ საპატრიარქომ მოკლა თავის დროს და შემდეგ ისე საპატრიარქომ გამოიყენა ქრისტეს სახელი და იყენებენ დღემდე კიდე ხალხო. ესენი რას მიკეთებენ ქრისტიანებს, გამაგებინე, მართლმადიდებელს რას მიკეთებენ ხალხო. აი ეს მეორე ვიდეო მინდა განახოთ რომ თურმე ჯოჯოხეთი და სამოთხე სამარს რა ლამაზად წნის შალვა კეკელია შენ ჭირიმე, ნუ ეს ბავშვი შეიძლება ზღაპარ რომ მოუყვეს. თუ არა ხა ეკლესიაში ამბიონზე დამდგარი კაცი მრევლს, სტასუნ მრევლს, აი ამ როგორ გითხრა, იგავარაც რო უყვებოდეს და თურმე ჯოჯოხეთში ასია და ისია, ნუ დიდი კოზები და ერთმანეთს აჭვენენ და რაღაცაო და სამოთხეში ასე იქნებაო. ნუ ამაზე მეტი დაგოიმება რა გინდა ხალხო, ხო? მოусმინეთ აბა ეხლა. ესე ჯოჯოხეთში არიან ადამიანები. ერთი დიდი ქვაბი არის, საჭმლის ქვაბია. და ყველას აქვს დიდი გრძელი კოზი. და ყველა დგას და ესე მიაქვს ეს კოზი და ნუ რომ ჩამონა გრძელი კოზი და ვერცეთი ვერ იდებს ამ გრძელია ეს კოზი ძალიან გრძელია და რო ჩაყოფენ ამაში ამ კოზს რომ მოგვდის ის ხება ეს რომ პირამდე ვერ მოგვდ, ვერაფრით ვერ მოგვდ ეს კოზი რომ პირადად საქმელი ჩაყოფენ. და ეს ერთმანეთს მე ამ ჯოხებს ერთმანეთს უთხავენ, ესენი ერთმანეთს ვერ ერთმანეთს უთხავენ ამ ჯოხებს რომ ამ საჭმლის ჯოხებს. სამოთხეში იგივე მომენტი, ეკაც ესეთი რაღაცებით რომ ესე ქვაბია, საჭმლის ქვაბია, იქაც ყველას ძელი კოზი უჭირავს ხელში. ეს სამოთხეში ყოფილი ადამიანები რამ ხოს და გამოიყენება საჭმელს, ის იმას საჭმელს, ის იმას მიაწოდეს და ეს ერთმანეთს აჭმევენ. მესამე ვიდეო. დიდი ხანი არ არის რაც გავრცელდა, ესეც ლიწინით მიდის, გადაზიარება, რომ თუმე ვიღაცამ აღმოაჩინა, ეს ჩემი ვარაუდით, ვიცი მე მონტაჟის ამბავი როგორ ამონტაჟებენ ასეთ რაღაცებს და იმიტომ გეუბნებით, რომ ეს არის ცალკე გადაღებული რაღაც ამოჭრილი, ვიღაცას გქონდა ეზო გადაღებული და მე ტექსტი არის დადებული, ხმა არის დადებული ზედ. დასაგოიმებლად კიდევ ხალხის, რომ აი ამ ეზოში არის რაღაც ამოვიდა ყვავილი, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. გადამრეს ეს ხალხი. ამ ყვავილი მე მაგ სახში და როგორც მინდა ისე ჭრიდავ კერავ. ერთ დღეს მქონდა კალათის ფორმა გაკეთებული, მეორე სხვა ფორმა მქონდა გაკეთებული და მინდა კიდე სხვანაირად გადავჭრი. შევკრეჭ ასე. არ ვიცი ხა ამ ყვავის საქმეა, ეს ძალიან ხშირია და ძალიან ადვილად დაყვება ხოლმე როგორც მიჭი და მოჭი ყველაფერს. პრიჩოვსკას ასე. მაგრამ მოусვინო ჯერ ეკლესიის ეზოში აი ამოვიდა გაიზარდა მცენარე, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს, რაოდენ დიდი მადლი და სასწაული არის. გააზიარეთ ყველა. მაგრამ აქ ხედება რა, იცით, აი ხალხის ზომბირება კიდევ რომ აი თუ ეკლესიაზე არ ვამბობ კიდე გეუნებით, ამაზე კიდე ცალკე მქონდა რომ ეკლესიას მეთქმა დავიმფაროს, ეკლესია არის შიგნით, ადამიანის შიგნით და საპატრიარქო არის ამ ქვეყნიური, მიწიური, ხორციელი, მატერიალური. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი მე. და ამათ ხილებაზე მაქვს საუბარი. და ეკლესია სამხილებელი არაფერი არის, მე რომ დაგვიფაროს. რო აი ხალხი მიაზომბირონ, მიაწებონ რამენერად ამ საპატრიარქოს და მღვდლებს, რომელიც 2000 წელიწადია უყავია წიგნ და და იგივეს კითხულობენ.
იმის იქით ერთი ნაბიჯი კი არა, ერთი მყავილი ვერ წაიწია ქვეყნიერებამ. ეხლა მეოთხე კადრი მინდა განახოთ, შემოკარგებო. ეს არის ყველა დაზომბირებული მასის ატაცებული, რომელმაც იცის გადაზიარება, უვიდა და რა კაი მოხდა. რა კაი მოხდა კი არა, სისულელე მოხდა. აი ხა რასაც. მოდი ხა ჯერ განახოთ ეს ვიდეო. ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო. მაცხოვნებელი შენ მათი წარმწყნებლად მიგიჩნიესო. დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო. ღვთის საიდუმლო გაგტეხეს გულში ვერ დაგიტიესო. 30 ვერცხლად გაკიდეს ისიც კი განაბნიესო. ნახეთ ახლა ეს ახალგაზრდა კაცი რომელმაც კიბე მიადგა ჯვარცმაზე და ეს ხდება ზუგდიდში გერასიმეს საფლობელოში ბატონო ნომერ მეორე კაკებეშნიკი დიახ ილიას შემდეგ ამაზე მე კიდე ცალკე მექნება საუბარი, ამაზე თუმცა ბევრი ვისაუბრებმა, კიდე უფრო ხა დაგიკონკრეტებ ყველაფერს. კიბე მიადგა. ეს ხდება რაღაც რიტუალი არის დღესასწაულში, რა გააკეთეს, აღდგომას გააკეთეს ალბათ. და ეკლიანს გვირგვინს ადგამს ქრისტეს ხალხო. მოკლედ არ ვიცი რა, ნუ როგორ გითხრათ, მეტირება აი ამ საცოდაობაზე. ამაზე ვინც გააკეთა ის კი არა კაცო. ვინც ამას უყურებდა იქ, ვინც შიგნით იყო. მერე ვინც ეს ნახა ეს ვიდეო გამოიტანა და მერე ვინც ნახა და მერე კიდე ვინც გააზიარა. ხალხო ქრისტეს კიდე ეკლიანი გვირგვინის დადგმა უნდა. იმის შემდეგ როცა ვიძახი კაცო ეს ჯვარცმული ღმერთი არ არის ჩვენი ღმერთი უნდა იყოს გამარჯვებული ღმერთი და თუ ჯვარცმას ხედავ და მაინც და მაინც ეს ჯვარცმა მაინც გამოხსენით იქიდან და ჯვარი მაინც ატარეთკო და ესენი მიდიან და კიდე ეკას აჭობენ თავზე კაცო რა ჯიშის ახარ და რა მოდგმის ახარ ხალხო რა შვებით ხალხო რას გევხართ თუ ხედავთ ამას ვინ ხართ თქვენბედურებო რა ჯიშის ხართ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრო ვერ ხედავთ ამას აი რა დონის როგორ გითხართ ახლა ბიჭო ნიკა გვარაბიამ როიკადრა ის ვინდოზე და ბორჯომზე ისეთნაირად გაიკეთათ იმ სატანამ ამ ტვინებში ჯო რა გჭირთ ელემენტარული აი ხე იდიოტობა რაფერ უნდა გააკეთო აი მოაზროვნე ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანმა დღეს 21 საუკუნეში როდესაც პირიქით ქრისტე უნდა გარდამოხსნა შენ ჯვარცმიდან ადიხარ და კიდევ იმას ეკლიან გვირგვინს კიდევ არჭევ თავზე ვიცი ეხა ამათ რო გითხო რაღაცა ისეთი გასამართლებელი ალიბი ექნება რაღაცნაირად აი ეს ლამაზია და კარგი ავაკეთო თქვენ იდიოტებო თქვენ ჯეთოხად ანტიქრისტეები თვითონ ახლა ეს პიროვნება ავალი ბიჭია ახალგაზრდა ბიჭია ამ სტიკაროსანია რაღაცა რა ვიცი რასაც აკეთებს ხო რო შეხედავ პატიოსანზე პატიოსანი კაცი მაგრამ გაბრიყვებული ყავს საწყალი ამას ქვია ის დაგოიმება მეტი რაღა არის 21 საუკუნეში რო გარდამოხსნა ჯვარცმინდა იმის მაგრად კიდე ეკას ადგამ თავზე და მეხუთე ვიდეო და მორჩეთ აი ეს ვიდეო რომელიც თბილისში არის გადაღებული ვიცით ეს პირველი სკოლა არის აქეთ სკოლა არის იქით ქაშვეთის ეკლესია და ზემოდან აქ გადაღებული ვიღაცა სპეციალურად და ნახეთ ბავშვები რო შედიან სკოლაში ისე არ შედიან რომ არ მოbrunდნენ და ეკლესიისკენ პირველად ვერ გადაიწერენ და მერე შედიან მაშინ თანაც მუსიკას დააკვირდით აი ხო იმათ წინა ვიდეოს კიდე მუსიკა ჰქონდა ისეთი
ნუ ხო გესმით ახლა, იმიტომ რომ რაღაცით ხომ უნდა მოთაფლონ ეს ხალხი კაცო. გესმით? და ის ვინც იყო, ის იყო გერასიმე. რაღაც ლიტურგიას ასრულებდა, რა ვიცი, ჯანდაბა. ამასაც რა კაი მუსიკა აქვს, ნახეთ. და ბევრი ჩემი მეგობარი კიდე აი კიდევ რას კომენტარი უწევენ აი კიდევ ასეთი კიდევ რომ შემოგჩნო ახალგაზრდები კიდე ეს ამის გამოსული ვიდგას და ნუ მოკლედ გადავჩები და ერთიან ხალხო ეს გადარჩენა კი არა დაღუპვა ეს არის უმაღლეს დონებზე ფანატიზმში გადასული ვითომ რაღაცა წმენა ვითომ ღმერთიანობა და სინამდვილეში ნული არაფრის გამკეთებელი რო არა ვარ არაფრის ორჯერ ვილაპარაკე ამაზე ესე იგი როგორც კი ფეხით მიდიხარ მანქანით მიდიხარ როგორც კი დაინახავენ სადმე ჯვარს პირჯვრის წერა მიდის ეკლესიას დაინახავენ შორიდან პირჯვრის წერა მიდის ადრე კიდე გითხარით ადამიანი ქალბატონი გადიოდა ალილოს მაღაზია თუ ბეთლემის მაღაზია თუ ბევრი მაღაზიები რო ვაჭრობენ ბაზარში სიტყვაზე ღირს 3 ლარი ისინი ღირიან 9 ლარად გაწო იმას საპატრიარქო მაღაზიები და იქ რო გავდიოდა გაჩერდა ადამიანი მოუბრუნდა ეს ქალბატონი პირჯვარი და ლიტანია და ერთი ამბავი მოკლედ გადავირიე ეს არის ხალხო ფანატიზმში გადასული იდიოტობა და უღმერთობა ამას კი კაი მუსიკა დაადეს ყველაფერი და ვიღაცა ესეც გასაბითურებელია ჩვენი დასაგოიმებელი ამით არაფერი კარგი არ ხდება ქვეყანაში ხალხო და ნუ გონიათ რომ ამით ჩვენ გადავრჩებით ეს არის სიაფანტმადიდებლობის პიკი რომლის იგივე უკვე აღარ არსებობს მეტი გზა წამდაუწუნ ბიჭო არ არის ჯერ ერთი ღმერთი პირჯვარს რო იწერ ღმერთი უნდა ახსენოთ ხო ხომ გვიწერია თუ არ გჯერა თუ ვისაც ჯერა კიდე ბიბლისა ღმერთი წარა მაგრამ წარმოთქმა კიდე არ შეიძლება აი მეგრულად არის ასე ვაშინეს ქართულად ეს მე გადავთარგმნე ყველაზე მოსარგების სიტყვა ესაა არეგების ხალხო არეგების აი როგორც მოგეპრიანება და რაღაც ყოველ წამდაუწუხ მეტი საღლით წენება აი პირჯვრის წერა არის იგივე ხალხო არ შეიძლება არეგების და რო არეგების ამიტომაც დედა გვეტირა სულიერად, გონებრივად, აზროვნულად, ყველანაირად. და ნუ გონიათ ახლა თქვენი ბავშვები ან მეგობარი, მეზობელი ან ვიღაცა არ იხადა პირჯვარს, თუ იწერს, თუ მოკლედ არაფრის გამკეთებელი ჩვენ არ ვართ. იმიტომ რომ დაგოიმებულები ვართ, ყუფში კი არა, მეოთხე ხარისში აყვანი. საუბედუროდ. არ ვიცი, მეტი რაღა უნდა გითხრათ, თუმცა მომავალ ვიდეოებში კიდე დაწვრილებით იქნება ბევრ რაღაცას საუბარი. და მომემზადეთ ამისას, თუ არ დამბლოკეს. აი ეს თქვი. და ეხლა იმათ ვეტყვით, ვინც ჩემს წინააღმდეგ მოდის და ვინც ჩემს ირგვლივ წყალს ამღვრევს და ვინც ჩემზე სექტანტს გაიცახის. დააგლოცოთ ყველანი კუნიგულუსმა. ჩემს მენელს კი ვინც გაგვიძებულია შეგწეოდეთ ყველას სიმართლის ძალა, ხნეობა და ბრძოლის უნარიანობა იმისათვის რომ აი ამ სატანისტებს შევერკინოთ. კი, ბევრი არის, რადგან სარეველაც კიდე ბევრია. ბევრია და დიდია ეს მას. მაგრამ თუ ვინმეს გინდათ სინამდვილეში ღმერთის წინაშე იყოთ მართლები, თქვენი შთამომავლების წინაშეც იყოთ მართლები, ეს ბრძოლა აუცილებელი იქნება. ამის გარეშე ჩვენ ეს მასა გადაგვივლის, გადაგვჭეგავს. და ამისათვის თუ რა მეთოდები იქნება საჭირო, მომავალში მოგახსენებთ. ეხლა კი კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. 28 მაისის შემდეგ, თუ შემდეგ კიდე არ დამბლოკეს. აბა, კარგად იყავით და გამხნევდით ქრისტეში.